ერთად მოსვენებოდა მეგობრებო, დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ვიდეო თემით სოლანუმი ძაღ ყურძენა. ანუ რუსულად ბასლიონ. ეს სცენარი არის შავი, ყვითელი, წითელი, არის შხამიანი, არის საკვებად ვარგისიანი. საქმე იმაშია, რომ სისტემა რაც ადრე სცენარეები არსებობდა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოვლა, დათესვა, დარგვა, რომელიც თავისით იზრდებოდა და წლების განმავლობაში 20 წლამდე თითქმის არჩენდა ადამიანებს. 62 წლამდე 60-იანის ბოლოსკენ სადღაც დაიწყო სასოფლო მეურნეობის აღორძინება ბჭყალებში, დაიწყო აგრარული რეფორმები, რა დროსაც შემოიტანეს ისეთი თესლები, რომლებიც ითესებოდა ყოველ წელს, რომლის შემოსავალი უნდა აღიღო ყოველ წელს და რომელიც იყო გაყიდვადი. ანუ ისეთი მცენარეები, რომლებიც ადამიანებს სარგებლობდნენ და რომელიც არ იყო ისეთი შრომატევადი, როგორც ახლანდელი მცენარეებია, რომელსაც ჩვენ საკვებად მივირთმევთ. მათ არ აწყობდა არაგაყიდვადი მცენარეები, რადგან ადამიანები იყვნენ მიჯაჭვული ამ უფასო საკვებს და ეს ადამიანებს აძლევდა თავისუფლებას, რადგან მათზე ვერ მოახდენენ გავლენას. ადამიანს, როდესაც საკვები შემოუდის უფულოდ, უფასოდ, შემოუდის ყოველ წელს სეზონების მიუხედავად და ის არ მოხდება შიმშილით, ხო ეს რამხელა ზურგია, როდესაც შენ იცი, რომ შენ გაქვს საკვები და ეს საკვები გეყოფა, ეს საკვები შენ და შენ ოჯახს გადაარჩენს შიმშილისაგან, ხო? როდესაც გააქვს მარაგი რაღაც საკვები სახლში, ადამიანი მაშინ მშვიდათაა და ეს არ აწყობდა იმ დროინდელ სისტემას. ახლა სისტემა იცვლება, ამიტომ მე თუ რამეს ყვები, ეს უკვე წარსულშია. ამიტომ მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ. და ასეთი ამ მცენარის გარდა იყო სტევია, იყო ამარანტი, ამარანტს ქართულად ქვია იგივე ამარანტი ქვია, ტოპინამბური, მიწის კარტოფილი, მე ტოპინამბური ქონდა დაციცილი აფხაზეთში, დიაბეტის ამალია. მაგრამ რა არის იცით? იგივე სტევია, შევარდნაძეს ქონდა დიაბეტი და შევარდნაძის გამო შევარდნაძის დროს უბრალოდ ლანჩხუთში იყო გაშენებული ფერმა, ახლაც არსებობს ასეთი ფერმები, მაგრამ გაყიდვაში საქართველოს ტერიტორიაზე არაა. გააქვენ საზღვარგარეთ, სადაც ფული კეთდება. მე რატო ვიცი? ახლოს ვიჩნობ ამ მცენარეს, რადგან მე დიაბეტი მაქვს და ეს მცენარე არის ტკბილი. ფერი, როდესაც დააყენებ ამ მცენარეს, ჩაისფერი აქვს, მაგრამ ტკბილი. ისეთი სიტყვას, რომ შაქრის გაკეთება არ სჭირდება. და იმ პერიოდში თქვენ ახალ სვამდი, მე შემთხვევით ჩამივარდა ეს ბალახი. სადღაც ამხელა პაკეტს მივეცი, როგორ გიხარ, აი ამხელა პაკეტს მივეცი 14 ლარი და თქვენ ახალარი მეყო. და წარმოიდგინეთ, თქვენ შედეგი თვალსაჩინო იყო. შაქარი გამინახევდა, წამლების მოხმარება გავანახევრე, დოზა წამლებისა. იმიტომ რომ მარტო შაქარს კი არ წერდა დაბლა ეს სცენარი, არამედ ორგანიზმსაც აჯანსაღებდა. ასევე მოქმედეს პასლიონი, სოლანუმი, ან ძაღ ყურძენა, რომ უწოდებენ, ორგანიზმზე თურმე და თან ნიადაგსაც აჯანმრთელებს ეს. მაგრამ როდესაც შემოვიდა, როდესაც განვითარდა აგრარული
ბიზნესი, აგრარული, ასე თქვათ, ტექნოლოგიები არა, ეს კოლხოზები ამოიღეს ასეთ რაღაცები, ხალხს აუგზავნეს დაპატიმრების მიზნით ასეთ რაღაცების გაშენება. თან, როდესაც დაიწყო სამამულო ომი და გერმანელებმა დაიპყრეს რუსეთის ტერიტორიები, მაგათმა იცოდნენ თუ სად იზრდებოდა დიდი რაოდენობით ამარანტი და ადრე ამარანტს აშენებდნენ. თუ გაგიგონიათ ამარანტიანი პური და როდესაც შემოიჭრნენ რუსეთში, გერმანელები პირველ რიგში მიაწვნენ ამარანტის ყანებს და დაიწყეს მათი განადგურება. წამოიგინიათ? დაიწყეს ამარანტის განადგურებით რუსეთის ტერიტორიაზე ომი. გააგრძელეს უბრალოდ. ხო, ესე იგი ითვლდნენ ამ მცენარის მნიშვნელობა გერმანელებმა. ტოპინამბური კარტოფილის მაგიერია, მაგრამ კარტოფილი დღეს დიდხანს ვიდრე ტოპინამბური, მაგრამ შეგიძლია იმანიცის თან გამრავლება. ხო, და მე ბევრი მას გაკეთებული მაგის კერძები, შემწვარი ტოპინამბური სუფში, წინაშე უბრალოდ მაპატიეთ და ასე შემდეგ. თან ეს პასლიონი გავს ტომატს. ხო, მე გადავიღე ფოტო განახებთ მე მოგვიანებით. ბოლოსკენ ჩავდებ. გავს ტომატს, მაგრამ ფურცლებია ფართო, გულისებური, ბარხატისებური და თუ დაუშვათ შემოსავალი პამიდორებიც გააჩნია. პამიდორები არის მოკლეხანიანი, არის გრძელხანიანი, გრძელვადიანი, აი მაგალითად სლიფკებს დრო უნდა მეტი, რომ დარგავს სადღაც შემოდგომისკენ მე სლიფკები მიყვარს, იმიტომ რომ დიდხანს ძლებს რომ დადებ. დიდხანს ძლებს და თან ხორციანიცა და ის მეორნარი პამიდორები, ვარდისფერები, წითელი, მურალი პამიდორები არ მიყვარს. მაგრამ მაგის მოყვანა იმიტომა კარგი რომ ადრე მოდის. მაგრამ შესანახად მაგი არ ვარგა, უცებ უნდა შეიჭამოს. მე მაგალითად რადგან ახაკმლები არ მაქვს, დავიწყე პამიდორის მჟავის გაკეთება, სლიკა პამიდორების, რა კარგი ყოფილა. ჩემი დიდი ნათვალე არასდროს არ აკეთებდა, სულ კიტრებს აკეთებდა, მაგრამ მე რადგან კიტრს ვერ ვღეჭავ, როდესაც კიტრის სეზონია, მე მას ვთუშვავ ხალხში. ან ძალიან თხლად ნახევრად ხლაპავ. კიტს გამიხსიანა შიგან და ცუდად ვიყავი ზაფხულში. ამიტომ და შემოსავალი ამ მცენარეს ძაღლყურდანას ორჯერ სამჯერ მეტი აქვს ვიდრე ახლანდელ ტომატებს და ეს მცენარე ძალიან სამკურნალოცა აჩასაღებს ორგანიზმს უჯრედის დონემდე. თან საკვებათაც ვარგისია, გამოიყენება არა როგორც საკვები, არამედ როგორც წამალი, როგორც გითხარით. და სხვათა შორის ხარობს საქართველოს ტერიტორიებზე, ზოგ ტერიტორიებზე, მაგიდა მე თქვენ ფოტოს დაგიდებ და თუ თქვენ შემთხვევით წაწყდით მაგას, არა მოთხაროთ, არ გადაყაროთ. მაგი არ არის სურნიაკი, მაგი არ არის უბრალო ბალახი, მაგი არის მცენარე, საჭირო მცენარე, რომელიც ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი კრიზისის დროს. ახლა აგინებენ ასეთ მცენარეებს, რომ გაყიდვაში მათი ამ მცენარეს ყოველთვის დათესვა, ყოველ წელს დათესვა არ უნდა. თავისი მრავლდება და 20 წელი ძლებს, როგორც გითხარით. და მე ამას რომ ვამბობ ახლა ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო საკურველი, იმიტომ რომ ბიზნესს არ უყვარს მასეთი ხალხი, ვინც სიმართლეს ამბობს და თუ იცით, ექიმი რომ მოკლეს, მკვდარი ნახეს, რომელმაც ბევრი დიაბეტი გადაარჩინა. და კიდევ რუსეთში კიდევ ერთი კაცი მოკლეს, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობდა, თავისი მეთოდი ჰქონდა, ბევრი 130,000 მგონი დიაბეტიკი მოარჩინა, მაგრამ აფთიაქებს გაყიდვები შეუზღუდა ამით ორივემ თან. მე გითხარით რომ მე არ ვიცით
ხშირად რომელიღაც ვიდეოში ვთქვი, რომ მაქვს თხილის ფოთლები შეგროვილი, ხო და მაგავს ვამ თხილის ფოთლების ნახარში, ათხილებს სისხლს, ყვება ისა ანთებას აქრობს საერთოდ სადმე თუა და მოიხმარება ტრომბოფლებიდის სამკურნალოდ. ძალიან შედეგიანად. მე უფრო ადრე 90-იან წლებში ტიბეტური მედიცინითაც ვიყა ახლა ვარ დაინტერესებული. ტიბეტური მედიცინით ვაკეთებდი წამალს ნიუ-იორკზე და ეს რეცეპტი ტიბეტური მონახების მიერ იქნა დატოვებული ძველი მონახების მიერ და 6 წელიწადში ერჯერ უნდა დალიო ეს წამალი წლეთვეთობით სქემის მიხედვით და გაიწმინება თუ ვენები. ხო, ვენების გამწმენდია. წნევის წამალი მაგალითად ლიმონი, ხახვი, ნიორი. სიკვდილის შაქარის სასურველი არ დაამატოთ. მაგრამ ხო, და წამოიდგინეთ, ადრე შაქარი არ იყო მოხმარებაში. როდესაც ახალი პატრონები გამოუშვა დედამიწას ადრე, მაგაც მან შემოიტანეს ხორბალიც, პური, საფუარზე გამოცხობილი. ადრე კი ხორბალი იყო, მაგრამ იცით როგორ აკეთებდნენ თურმე პურებს? სხვათა შორის, როდესაც გადიოდა ინდური სერიალი დინასტია, სანდია და სურაჯი. ეცმურები გახსოვთ ალბათ, ვინც ყურებდით ამ სერიალს. იქ სანდიას დედამთილი აკეთებდა პურებს, მისი მეზობელი ქალიც. რაღაცას აბწყელებდა და არაცხობდა, დადებდა მზეზე. ხო, აი ეს მე როდესაც ინტერნეტში წავაწყდი ასეთი პურის მომზადებას, ხო, ისიც გადაკვირით, რომელიღაც ვიდეოს უსმენდი. თურმე ხორბალი უნდა დაასველო, დადვა რამდენიმე დღით, სანამ არ ამოვა. შემდეგ ამოსვლას უნდა იწყოს, ეს ხორბალი კარგად უნდა გარეცხო, გაატარო, ასე დაარწყევო და მზეზე უნდა გააშრო. ხო, ასე ამზადებდნენ ადრე პურებს. თუ გახსოვთ საეკლესიო მორწმუნეებს გულისხმობთ, ბიბლიაში წერია, რომ პურებს აწყობდნენ ებრაელები და სწერავდნენ თავიანთ ღმერთებს, ხო? იგი იყო უსაფუარო პურები. ალბათ მაგ მეთოდით იყო მაგი დამზადებული, მეტი სხვანაირად შეუძლებელია დამზადდეს. და მე ხო მე ახლა არ ვიყურებ, იმიტომ რომ ზეპირად ვიცი, იქ იმხელა ვიდეოა, უკვე ვიცი, მოვსვინე მე წინასთან ნახევარ ვიდეოს და მოკლე შინაარს გეტყვით. მიახვევით, რომ ძალიან არ გადაგტვირთოთ. კი იცით, ბევრი, აი თქვენ ბაბუები და ბებიებს, ვისაც ყავთ ახლა მოხუცი ბებია და ბაბუები, კითხეთ მაგათ. მაგინი მოესწრებოდნენ იმ დროს, როდესაც აუგზალეს მათ მშობლებს ბევრი მცენარეების მოყვანა. მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვადი არ იყო და უნდათ ამ თესლების გაყიდვით შემდგომ უკვე ამ თესლებს რომ დათესავდა ხალხი ჰიბრიდულ თესლებს, თურმე ჰიბრიდული თესლისგან მოყვანილი მცენარეებისგან ვერ აიღებ თესლებს შემდეგი დათესვისთვის, იმიტომ რომ ან არაფერი გამოვა, ან უხარისხო იქნება. და ჰიბრიდული სიმიდიცაა, ხო? სხვათა შორის ჰიბრიდული სიმიდის ჭადები არ გამოდის. მე სულ მიკმდა რომ ყიდული დაგზოდით რომ ვიყავი, არ გამოდიოდა და ახლა სპეციალურად ვკითხულობ, ჰიბრიდული სიმიდის ჭადის ქვილი არ მიდა მეთქი. ნატურალური კარგი სიმიდის ქვილი მიდა მეთქი. ხო და მე ღირსა ნორმალური ჭადები. არა, მე ღომს ნაკლებად ვაკეთებ შაქრის გამო, დიაბეტის გამო, მაგრამ ჭადებს ხადახან მივეთმე. მაგრამ ხო, ზოგი იტყვის ყველი ხო ძუდიაო, მაგრამ ყარა აუცილებელი ყველი იყიდო და ჭამო. ჭადებთან ბევრი საჭმელი იჭმება. ჩაისთან მაგალითად მიყვარს მე ჭადები, ლობიოსთან ჭადები, მეგერ კომბოსტოსთან შევწვი და ხო და ამიტომ ამბობ, რომ ბევრი რამ და ამ ჰიბრიდულ შემდგომ უკვე თესლებს რომ დათესავენ, მაგ მცენარეს უნდა ქიმიკატების გარეშე ჰიბრიდული თესლები არ ხარობს. ჰიბრიდულ თესლებზე
მოყვანილი მცენარები არ ხარობს, ამიტომ ზიანდება მიწაც, იფიდება მიწაც. ბუნებაში ჩადებულია ისეთი მცენარები, რომლებიც თავის თავსაც ირჩენს და ადამიანებსაც კლებას და არჩენს, მაგრამ ამის გაგება არ უნდა ახლაც ძალიან რთულად დაიმშვიდობებიან ბიზნესმენები თავიანთ ბიზნეს გეგმებს, რადგან მომავალში იქნება ყველაფერი ბუნებრივი და მე რატო გავბედე ამაზე საუბარი? უკვე სხვა დროა. კი ცოტა ვფრთხილობ, ვინმე არ გავაღიზიანო. იგივე სტევია. ინტერნეტში ვერ მივაგენ ის ხალხი, რომლებიც სტევიას ყიდდა ფოთლებს. ეგ ვინმე მიცით, ახლა მე ვისარგებლებ შემთხვევით, ეგ ვინმე მიცით ლანჩხუთის ფერმა თუ საერთოდ არსებობს. სტევია თუ მოყავთ. ძალიან მინდა ბალახი შევიწყიდო. ძალიან მინდა. იმიტომ რომ როდესაც მე დავიწყებ ამ ბალახის მას, მე კი არა საერთოდ ვისაც დიაბეტი აქვს, თუნდაც არ ქონდეს დიაბეტის, წონის კლებისთვისაც არის კარგი. და ძალიან მინდა ეს სტევია, ძალიან მინდა. როგორც ჟანგბადი ისე მჭირდება, მაგრამ ვერ მივაგენი. ამდენ წამლეს მე რო ყლაპავ ტყილად ქიმიას. მე ხომ გეუბნებით გავანახავებ სტების მიღება. კარგი, გავაგრძელოთ. ამ მცენარეებისგან, ამ სოლანუმისგან, ანუ ძაღ ყურძენისაგან, ხო, აგერ მე წინასწარ მოვიძებნი ინტერნეტში ქართულად ამის დასახელება. და ამისგან თურმე აკეთებდნენ წვნიანებს, წვენებს, соусებს და როდესაც соусებს გააკეთებდნენ, იგი არ ფუჭდებოდა თურმე, იმიტომ რომ იმდენ სიმჟავიანობას შეიცავს ეს ერთი და არც მას არ იკეთებდა. და მავიწყდა რომ იკეთეს ხოლმე წყლის წვენი. ხო და ამას ახმოვდნენ ჩვეულებრივად უმარილოდ, თუ ახლა პამიდორს მარილი უნდა გაუკეთო, რომ გაახმო, ის უმარილოდ ხმებოდა. თან 6 თვე, როდესაც შემოსავალს აიღებდი, 6 თვე ძლებდა იცით რა, ყინვები არ უყარს თურმე თესლებს. ყინვები თორემ ისე თბილი რეგიონებში თავისუფლად ხარობს, მაგრამ სადაც ცივი რეგიონებია, უფრო გრძელი ზამთარი, იქანე რაღაცებში უნდა ჩათეს, რომ შემდეგ ეს შეიტანა ოთახებში. აუცილებლად გექნებათ თქვენ, ვინც სოფლებში ცხოვრობს, ან ბებიები და ბაბუები ყავთ, აუცილებლად გექნებათ ეს ბალახი ნანახი. მე ხა შევეცდები თქვენ გაჩვენოთ. ახლა გამახსენდა, მე მაგი მაქვს შეგროვილი და მაქვს ნაჭამი. ჩვენთანაც ისდება მაგი საქართველოში. მაგრამ ხესავით კი არა, ბუჩქივითა, როგორც ეკალა არა. და მავიწყდა უკაცრავად, მავიწყდება. მეგრულად მოიასუძახიან. გავს მაპატიეთ. ხო, მაგი იზრდება ზევით ხეებს აყვება ზოგი ჯიში. ახლა განახებთ მე თქვენ ფოტოებს. კარტოფილის ყვავილებს გავს. მაპატიეთ. გამეთიშა. კარტოფილს გავს, კარტოფილს. სხვათა შორის კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი და ბულგარული ამ მცენარის ნათესავებია. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ქართულად. რადგან მე ვნახე ამის თარგმანი, ქართულადაც იქნება ინფორმაცია ძაღ ყურძენა.
ნახეთ, პამიდორებს გავს. ხო, ზოგი პატარა ჯიშისაა, პატარა კაკლები აქვს ზოგს, მაგრამ სპეციალურად უნდა გაამრავლოთ თურმე ეს არის, არა, ეს შხამი არ გიგონოთ, ეს არის, არა, დურმანი სხვა. ეს სხვა კი არის ესეთი შხამიანი მცენარე, ძალიან ჩამოგავს მაგას, მაგრამ ასეთ პლონკაშია, მაგრამ ის არაა ეს არის ძაღლყურძენა. აგერ როგორ იზრდება ხედ. თუ ნახავთ ამ მცენარეს, ნუ ამოგლეჯთ მიწიდან პირიქით, დაეხმარეთ გაიხაროს. სამოციან წლამდე ამ მცენარეს ცვლიდნენ საბჭოთა ბოსნის სასწაულად. ამ მცენარეს არ ჭირდება გადარგვა, არ ჭირდება მოვლა, არ ჭირდება სათბური და არ ფუშდება, როდესაც შეაგროვებ და ერთი-ორი კვირი დადებ, 6 თვემდე შეუძლია არ გაფუჩდეს. არც მაცივარი სჭირდება, ესე იგი დენის ეკონომიაცა. უკრაინაში და ბელარუსიაში ამას უწოდებენ ამ მცენარეს ტომატის ხე. და კიდევ პოლტავის სოფლებში ეს მცენარე ახსოვთ როგორც ჩერვონე დერევა. თან ამ მცენარეს აქვს თვისება, თვითონ ნახეთ იმას თავი თუ გადაწყდა სადმე ტოტი ის აღდგება თავისი. არ ხვდება 20 წლეულები იქნება და არ გახმება. არ გაქრება. საბჭოთა კავშირის დროს ადრიან წლებში მასზე წერდნენ როგორც გამძლე კულტურას და როგორც ერთ-ერთი საშუალებას ადამიანმა მოიკლას შიმშილი. მაგრამ ხო გეუბნებით, რადგან გაყიდვადი არ იყო და დიდხანს ხარობდა და შეეძლო მთელი წლის განმავლობაში საკვების მაგივრობა გაეწია ადამიანისთვის, ეს მათ არ აწყობდათ, მათ აწყობდათ ფინანსების მოზიდვა. ხო, გაყიდვადი თესლებით, გაყიდვადი პროდუქციით და შემდგომ უკვე ამას დაემატა ფარმაკოლოგიური ბიზნესი. საქმე იმაშია, რომ ვინც აკონტროლებს თესლებს, ის აკონტროლებს პურს. და თუ აკონტროლებ პურს, გააკონტროლებ ადამიანსაც. ხო, მასია. და ეს ძაღლყურძენა ანგრევდა ამათ კონტროლს. რადგან ისინი ვერ გააკონტროლებდნენ ადამიანს, რომელსაც არ შეა, რომელიც გამძღარია და აქვს რაღაცის იმედი. ასეთ ადამიანებს ვერ გააკონტროლებ. იცით რა, მე ხა ბევრ ამას აქანე ხომ იცით რომ ვიდეო შექმნან და ილაპარაკონ, მე ალბათ მეც არაფერს არ ვიტყვი, რისი თქვა მინდოდა მე თქვენ გითხარით. აქ არის ისტორიები მოყვანილი, რომელიც თქვენ არ დაგაინტერესებთ, მაგრამ ეს თემა თვითონ დაგაინტერესებთ, რადგან ეს დაკავშირებულია დღევანდელ დღესთანაც. მაგალითად ხომ არის ახლა მით უმეტეს ვინც ცხოვრობს არა იქ ვიღაცები დადის ბოდიში, მათ ვაკურდებ, ვინც ცხოვრობს სოფლებში, მათ აქვს მეტი შანსი კრიზისულ მომენტებში თავი ირჩინონ. იმიტომ რომ თუ იცი ბუნებრივი საკვები, რომელიც დაგეხმარება შენ შიმშილით არ მოხვდე, ეს არის მშვენიერი. იმიტომ რომ თუ კუჭშია, მაბადიეთ, თუ კუჭშია, ადამიანი ვერაფერზე ვერ ფიქრობს. ვერს გაიფიქრებს, არაფერს თავი არ ექნება. კარგით, მე მოდით ამით დავამთავრებ. დიახ, მოკლე ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მე მოკლედ
გადმოგეცით ის, ვისი გადმოცემა მინდოდა და სხვა მცენარეებიც გავიხსენეთ. ფოტოები დადებულია, მე კიდევ ცალკე ავტოვსა ფოტოებს ცალკე Facebook-ზე. ხო, მე მაქვს ჩემი Facebook-ი. აპატიეთ, მე მაქვს ჩემი Facebook-ი. და ასე რაღაცას ხო, ვტვირთავი იქ რაღაცა ალბომები მაქვს გახსნილი. კარგი, მოდით ახლა ჩვენ დავამთავროთ. მადლობთ ყურადღებისთვის.